მოგესალმებით, მე ნატა ვარ, ჩემი ავტოარხი ავტოპარკია, ეს კი ჩემი დღევანდელი სტუმარი BMW M550i-ია. პირველ რიგში მადლობა, რომ უყურებთ ჩვენს არხს, იწერთ, გვიწერთ კომენტარებს და ხართ ჩვენი ერთგული მაყურებლები. ახლა კი უშუალოდ გადავიდეთ ავტომობილის განხილვაზე. ავტომობილი არის 2018 წლიანი, მაგრამ არა რესტი. უბრალოდ ამ ავტომობილს რომ შეხედავთ, ვიტყვით, რომ აშკარად რესტაილინგია. თუმცა ერთადერთი ის არის, რომ შეცვლილია ბამპერები და ამის ხარჯზე გარესტაილინგებული. აღჭურვილია 4 და 4 ტვინ ტურბო ძრავით, გამოიმუშავებს ქარხნულად 456 ცხენის ალას და აქვს 650 ნიუტონ-მეტრი. ასევე დავამატებ იმას, რომ ავტომობილი არის კვადრო, რაც ძალიან კარგია და ძალიან მოსახერხებელიც ყველაფერთან ერთად. M5-ების ისტორია ძალიან კარგად ვითარდება. პირველი ავტომობილის გამოშვებიდან დღემდე ძალიან კარგად მიდის, როგორც ვიზუალური მხარე, ისე ტექნიკური მონაცემები, ძრავი და ასე შემდეგ. ეს ავტომობილის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია ამ სერიის. მე პირადად ძალიან მომწონს და მე და BMW ხომ იცით, რომ ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. ბოლო პერიოდში რა მოდელებიც გამოუშვა BMW-მ, ჩემი ფავორიტია F90 და ნუ მოსდევს მერვე სერია. ორივე იდეალური, ძალიან ლამაზი, დახვეწილი და გამორჩეული მოდელებია BMW-ს ბოლო დროინდელ ისტორიაში. ავტომობილი, როგორც გითხარით, არის გარესტაილინგებული, რაც გულისხმობს იმას, რომ მე პატრონემ შეცვალა წინა ფარები. მე თუ მკითხავთ, სწორი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ძალიან ლამაზი ფარებია ეს კონკრეტულები, მოყვება ზემოდან ლურჯი ნათება, რაც ძალიან ეფექტურია, ოღონდ მართლა და ძალიან ლამაზია. თან თეთრ ფერზე კიდევ უფრო ლამაზად ჩანს. ნუ ორი ლინზაა და აი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფარია ჩემთვის BMW-ს ისტორიაში ეს ფარები. მე ძალიან მომწონს. ასევე შეცვლილია ძრავის ხუფი, ესეც ბევრად უფრო ეფექტურია, ლამაზია, დახვეწილია, ეს ჭრილებიც ძალიან უხდება, უფრო მეტი აგრესია მოდის ავტომობილიდან და აი გეუბნება, რომ 4 და 4 ვარ. აი 4 და 4 ვარ. ნუ ესე ძალიან მომწონს. კარგი ის არის კიდევ რომ არ აქვს ძალიან დიდი ცხაურა, რაც ახალ მოდელებში მე პირადად არ მომწონს და არც მივესალმები, ამ შემთხვევაში ძალიან ელეგანტურია და უფრო მეტად უხდება ავტომობილსაც. სხვათა შორის კამერა ეყენია აი ამ ზონაზე. არ ჩანს, ლამაზია, დახვეწილია, ანუ კარგი მიგნება არის. წინა ტუჩი არ არის შეცვლილი, ეს ქარხნული ბამპერია და ეს ძალიან მომწონს, უბრალოდ დამატება გვაქვს აი ეს კარბონის წინა ტუჩი. საჰაეროები აქ გვაქვს, აქ არ გვხვდება ჭრილები. ეს მიყვარს. ძალიან მიყვარს, ასევე აღჭურვილია პარკინგ სენსორებით ავტომობილი. დისკებს რაც შეეხება, ძალიან ლამაზი ფერის გვაქვს და არის 20-იანი დისკები. სხვათა შორის მე მივესალმები მსგავსი ფერის გადაწყვეტილებას თეთრ ავტომობილებზე. ნუ თეთრ ავტომობილს ზოგადად ძალიან უხდება რაღაცა ფერების თამაში დისკებზე თუ ჭრილებზე თუ ასე შემდეგ. და ასევე გვხვდება ლურჯი ფერის სამუხრიჭე სისტემა, ესეც ძალიან ლამაზია, მე თუ მკითხავთ, თან კარგი კომბინაცია ფარების აი ამ ნათებასა და ლურჯ სამუხრიჭე სისტემას შორის. ნუ აქ წინა ფრთაზე დამატებული გვაქვს ჭრილი და ესეც კარგია, ასევე დამატება გვაქვს აი აქაც კარბონის, ეგეც მომწონს. სარკეც კარბონის გვაქვს, აქვს მკვდარი ზონის სენსორი, რაც კარგია და ასევე არის დატანილი კამერაც. ეს ძალიან კომფორტულია და ნუ საჭიროც. აუ, სხვათა შორის ხელის გამოსაღები ბერკეტი ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ აი დამატება გვაქვს აი ეს მეტალისებური ზედაპირი, რაც უფრო მეტ ელეგანტურობას ზენს ამ ავტომობილს და კარები ძალიან ცუდად იხურება. მართლა ძალიან ცუდად იხურება, ანუ ეს რა არის, რა ვიცი. მე პატრონემ მხოლოდ წინა ფარები კი არა, უკანა ფარებით შეცვალა ავტომობილზე და დააყენა ეს კონკრეტული მოდელები. ესე ძალიან მომწონს, ლამაზია და უფრო მეტად მიმსგავსებულია რესტაილინგს. უბრალოდ ერთადერთი რა არის, იცით? აი თითქოს რაღაც მაკლია, აი ერთფეროვანია, ბუნდოვანია, იტყვი რომ აი დაძველების ეფექტიაო. რა თქმა უნდა, არ არის ძველი ახალი მოდელის უკანა ფარებია, მაგრამ აი რაღაცეები შიგნით მაკლია, აი როგორც მერვე სერიის ავტომობილებს აქვს უკანა ფარებში ჩალაგებული ის სილამაზეები, ის აქ აღარ არის რატომღაც და აი ეგ დეტალი მაკლია, მეტი ძალიან ლამაზია. ასევე გვაქვს ძალიან ლამაზი სპოილერი კარბონის, ესეც ძალიან მსუბუქია და უკეთესია ავტომობილისთვის, ასევე დამატებული გვაქვს ზედა სპოილერიც. დიფუზორს რაც შეეხება. დიფუზორი გვაქვს კარბონის, ძალიან კარგია, მე მივესალმები კარბონის დიფუზორებს. უბრალოდ ცოტა რთული მოსავლელია, სადღაც თუ მოგიხვდა, მალე ზიანდება. ნუ მაყუჩები
რა თქმა უნდა, თავის ადგილზეა, ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. უბრალოდ მე ვუყურე ძალიან ბევრ ვიდეოს, სადაც ამ ავტომობილის ხმას ძალიან ცუდ შეფასებებს აძლევდნენ. ამ კონკრეტულ მოდელზე სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით ქარხნულად როგორი ხმა აქვს, ვინაიდან ძალიან ბევრი რამეა შეცვლილი და მაგასაც აუცილებლად გეტყვით. უბრალოდ მე პირადად ძალიან მაინტერესებს როგორც სტოკის ხმა და შეცვლის მერე რა ხმა მიიღება ამ ავტომობილიდან, ისიც. რაც შეეხება თვითონ საბარგულს, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ტევადია, თუ ვინმე საბარგულში მოთავსდება გადაყვანის დროს, რავი, არინანებს რა, კაი, დიდი ადგილია, გემრიელი ადგილია. კარგი საბარგული აქვს, მომწონს. მე კარგად მოვთავსდი. დიდი ალბათობით ერთი კარგი ზომის ჩემოდანი ჩაიდება და პლუს ადგილის დაგვრჩება. გადასარევი ზომის საბარგულია, უბრალოდ ცუდი რა არის. ლაქშერულად არც იღება და შესაბამისად არც იკეტება. ახლა წავედით სალონშიც. კარი როგორც ყველა ავტომობილს, რა თქმა უნდა, ამ ავტომობილსაც აქვს. კარგი ის არის, რომ ეს სიპრიალე საკმაოდ ლამაზ ფერშია გაწყობილი და მომწონს, რაღაცა ძალიან არაჭყიტებს, ეს კარგია, უბრალოდ ეს უბრალოდ უნდა ნახოთ რა საშინელი ის აქვს, ხმა. ძალიან უბრალო ღილაკებით არის გაწყობილი ეს ზონა. რაც შეეხება საჭეს, ვთვლი რომ BMW-ებს ზოგადად საჭეების კეთება არ ეშლებათ, საკმაოდ ლამაზ, ელეგანტურ და დახვეწილ საჭეებს ქმნიან. ეს შემთხვევაც რა თქმა უნდა არ არის გამონაკლისი და ძალიან ლამაზი ფორმის და ზომის საჭე გვხვდება ამ ავტომობილში. უბრალოდ ერთადერთი რაც არ მომწონს, როგორც კარზეა საშინლად უბრალო ღილაკები, აქაც ზუსტად იგივე ხდება. საშინელება, საშინელი ხმა აქვს, სიტყვი რომ რომელიღაც 1900-იან წლებში გამოშვებული საჭე გვაქვს ამ უბედური ღილაკები. დანარჩენი ფორმა ძალიან მომწონს. ამ ადგილას ცოტათი მსხვილია. ჩემი ხელი ბოლომდე ვერ ეჭიდება რატომღაც. ვერა. თვითონ სიჩქარეების მაჩვენებელი დაფა საკმაოდ ორიგინალური და ლამაზია თავისი ჭრილებით და რაღაც ორიგინალური ელემენტებით ძალიან მომწონს. მონიტორი საკმაოდ კარგი ზომის არის, ვერ გეტყვით რომ ცუდია, გამოსახულებაც არაჩვეულებრივი აქვს. ძალიან რაც მომეწონა აქ. ამ გაყოლებაზე მთლიანად დაყვება ნათება. ესე ძალიან ლამაზია და უფრო მეტ მდიდრულობას მატებს ავტომობილს. ეს პრიალა ზედაპირები, რა თქმა უნდა, ვერ მოიშალა ვერც BMW-მ, ვერც Mercedes-მა და ასე შემდეგ. ეს საშინელება, ამას კიდე არა უშავს. ეს არ ვიცი. სტარტ-სტოპის ღილაკიც, რა თქმა უნდა, გვაქვს. სხვათა შორის ციფრების გალაგება არც ისე ახლოა. შესაბამისად მოძრაობის დროს რომ რაღაც არასწორად დააჭიროთ ითი, მაგის საშიშროება არ არის ამ ზონაზე. კიდევ რაც არ მომწონს არის ეს ძველმოდური ხმის ამწევ დამწევი, ეს გათბობის აწევა, ჩაწევა, გათიშვა, ძალიან ძველმოდურია რა. გარედან მანქანა იმდენად ეფექტური, სპორტული და ლამაზია, რომ შიგნიდან ეს ლარნახევრიანი რაღაცები აღარ ეკადრება რა. აქ ზედაპირია, საკმაოდ ნორმალური ზომის სათავსოა. ეს პრიალა ზედაპირით გვაქვს. ეს სათავსო ძალიან პატარაა. ერთი ტელეფონის ჩადება მოხერხდება. ეს სათავსო ნორმალურია, არა უშავს, გრილები უშნოა რა. უფრო მეც ველოდებოდი რატომღაც რა, შეგნით რომ ჩავჯექი, ჩვეულებრივი BMW-ა რაღაცა რა. სიჩქარეებს გადამრთველი ბერკეტიც რავი, რომ გითხრათ რომ ძალიან მომეწონა და გავგიჟდით ხო? არა. მაგრამ ცუდიც არ არის. ამავე ზედაპირზე დატანილია თვითონ მოძრაობის დროს რომელი რეჟიმით გვინდა მგზავრობა, ასევე ავტომობილს აქვს ეკო პრო, რომელიც უზრუნველყოფს ძრავის დაზოგვას ბრჭყალებში, ანუ შუქნიშანზე თუ დიდი ხანი გვიწევს დგომა ან საცობში, ამას ჩავრთავთ და ძრავი დგომის დროს ავტომატურად ჩაქრება. ასევე შეგვიძლია მოცურების გათიშვა, პარკინგიც აქვე გვაქვს და ასევე გვაქვს სხვადასხვა მენიუს ღილაკები. ისიც ამ ზონაზე დატანილი. მეტი რა ვიცი რა გითხრათ, დიდი ვერაფერი სიმართლე რომ ვთქვა, რაღაცა უფრო მეც ველოდებოდი მართლა. რაც შეეხება ჭერს, თვითონ განათება ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი განლაგება აქვს. მგონი ამ სალონში ყველაფერს ეკჯობია რა, იმდენად ლამაზია. ასევე ავტომობილს აქვს ლუკი, ესე ძალიან კარგია და ყველაზე მეტად კიდევ რაც ძალიან მომეწონა არის თვითონ ეს თუნდაც მზის ფარდა, თვითონ ჭერის სირბილი იმდენად რბილია და იმდენად სასიამოვნო, ვერ აგიღწევთ. ეს დეტალი ძალიან მომეწონა ამ ავტომობილში. სავარძლები
აი გემრიელად გამოყენებული მანქანა არის, ესე კი არა, აი მინა ყოველდღიურზე ხარ ავტომობილში და რო кайფობ ეს ავტომობილი ყავს, აი ზუსტად იმის შესაბამისი სავარძლები გვაქვს ამ ავტომობილში რა. საკმაოდ ესე გემრიელად ეტყობა, რომ მუდმივ მოძრაობაში ავტომობილი, თუმცა შეამჩნევთ, რომ საკმაოდ დახვეწილი სავარძლები გვაქვს, კარგი ჭრილები, თვითონ აი ეს ორნამენტებიც, რაც ზედ არის დატანილი, ესენი ძალიან ლამაზია. უბრალოდ როგორც გითხარით, უკვე სიძველისკენ არის წასული თვითონ ყავის ვიზუალი. დანარჩენი კარგია მომწონს, ცუდი ნამდვილად არ არის. ახლა უნდა გადავიდე უკანა ზონაში, გაჩვენოთ რამდენად კომფორტულია იქ ჯდომა და ზოგადად რა ხდება უკან. საკმაოდ დიდი სივრცეა, ვერ ვიტყვით რომ პატარა სივრცე გვაქვს უკანა ზონაში, აი ჯდომის დროს კიდევ ვნახოთ რა ხდება. საკმაოდ მაღალი ჭერია, წინ მუხლები არსად არ მედება, როგორც არ უნდა გადმოსწიო ის წინა სკამის საზურგი, მაინც საკმაოდ დიდი ადგილი გაქვს წინ მუხლებთან, ეს ძალიან მომწონს, ჰარმან კარდონის აუდიო სისტემა გვაქვს ავტომობილში და არაჩვეულებრივი, აი მიყვარს, ძალიან მიყვარს და წინა კართან შედარებით უკანა კარი ბევრად უფრო ელეგანტური მეჩვენება, უფრო ლამაზი განლაგება აქვს ვიდრე წინა კარზე. თუ გაქვთ ისეთი შემთხვევა, რომ აი კედელთან გიყენიათ მანქანა და აი უნდა დაჯდეს პიროვნება და უნდა გადავიდეს მეორე მხარეს. ეს არის ტანჯვა ხალხ. ეს ადგილი იმხელაზეა მოწეული, აი რავი, თავსადებ ზედ და აი უნდა დასვარო აი ეს ზედაპირები ესეც და ისე უნდა მოთავსდე მეორე მხარეს. ანუ ძალიან არ მომწონს, კარგი ის არის რომ უკანა სავარძლების გათბობაც ავტომობილს აქვს, ერთი ეგ არის საჰაერო გრილები, აწევა დაწევა და ისეთი მეტი არაფერი. აქ სათავსო ჭიქებისთვის და ხელის ჩამოსადები. კარგი ის არის რომ საკმაოდ რბილად იღება და იხურება. ძრავშიც უნდა ჩავიხედოთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სილამაზე ამ ავტომობილს აკლია ჯერ კიდევ, მაინც ჩაგახედებთ რა. ძალიან მსუბუქი ძრავის ხუფია, ოღონდ მართლა. 4 და 4 ძრავია. ოღონდ გეტყვით იმას, რომ ქარხნული არ არის ამ ეტაპზე. ესე იგი, ავტომობილს შეცვლილი აქვს როგორც გამშვების სისტემა, ასევე შემშვების სისტემა. ჩაწერილია stage 1 და გამოიმუშავებს 600 პლუს ცხენის ზალას. ძალიან კარგია, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ ქარხნულად აქვს 456 ცხენის ზალა და გაზრდილია 600 პლუს ცხენამდე, მშვენიერი მაჩვენებელია. ეტყობა რომ 4 და 4-ია რა, საკმაოდ ლამაზი განლაგებით არის ეს ყველაფერი, დავაფარებ თავსახურს, უბრალოდ გასაღებიც უნდა გაჩვენოთ, ჩვეულებრივი BMW-ს გასაღებია, ამ შემთხვევაში მოთავსებულია დამცავში, მაგრამ ცუდი არ არის, ლამაზია, უბრალოდ გაუმჯობესებას აქაც მოვითხოვ რა. ანუ ყველას რატომღაც ეს აქ F-აც, F-33-აც, F-30-აც და რავი, ყველგან მსგავსი ტიპის გასაღები გვხვდება. აი ყველა ავტომწარმოებელი რატომღაც გასაღებს სულ ბოლო პლანზე წევს, არ ვიცი რატომ. გითხარით რომ ძალიან ბევრი რამეა შეცვლილი და ავტომობილს ხმაც რა თქმა უნდა შეცვლილი აქვს და ახლა უნდა მოგასმენინოთ რა თქმა უნდა ხმაც. კოლ სტარტი გადასაღები. საჭა ძალიან რბილია, კარგად მოყვება. რაც ძალიან უწევს, ხმაც ისმის საკმაოდ კარგად. წვაზეც რა თქმა უნდა გითხრათ და ცოტა შოკის მომგვრელი წვა აქვს ავტომობილს. ქალაქში სადღაც მე პატრონის თქმით უწვავს 25 litrამდე, ხოლო ტრასაზე ჩამოდის 18 litrზე. რომ გითხრათ რომ კარგი წვა თქო მოგატყუებთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი წვა არის. თუმცა კარგი მანქანა ყავს რა და ამ მანქანას რომ ყიდულობ, რავი, გონი მაგას დიდად არც უყურებ. რაც შეეხება საფასო კატეგორიას, გააჩნია ალბათ გარბენს, თვითონ ავტომობილის მდგომარეობას და ასე შემდეგ. ღირს სადღაც 28,000-დან 35,000-ის ჩათვლით. კარგია, ცუდი არ არის. ჩვენი ქვეყნის პირობებში ძალიან კარგ ავტომობილს ყიდულობ, ძალიან კარგ ფასად. და რესურსია, რაც მთავარია, იმიტომ რომ შეგიძლია ყარო და ყარო ცხენები შეცვალო, გამოცვალო, გადაანაცვლო რაღაცები. და საკმაოდ დიდ რესურსს იღებ ავტომობილისგან. პლუს ვიზუალურად ძალიან დახვეწილი და ლამაზი ავტომობილი ყავს. ეგეც ერთ-ერთი ძალიან დიდი პლუსია. სიარული მომწონს, კარგად გადადის დაბრკოლებებზე, ცუდი ნამდვილად არ არის. საქარემინა საკმაოდ კარგია, ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. კიდევ რაც ძალიან მომწონს არის სამოხრუჭე სისტემა, იდეალური სამოხრუჭე სისტემა აქვს, აი ფეხს იმდენად კარგად მოყვება, რომ მეტი არ შეიძლება. აი გადასვლები ძალიან რბილია, ხმა სხვათა შორის. კარგად ისმის.
ავტომობილში და კიდევ რაც აი სიამოვნებს, ყურს სიამოვნებს და მართლა გრძნობ რომ კარგი მანქანა გყავს, არის აჩქარება. ძალიან მაგრად ჩქარდება, ქარხნულად უწერია რომ ჩქარდება სადღაც 3.8 წამში, ვინაიდან ამას უკვე ცხენები მომატებული აქვს, ალბათ დააკლდებოდა წამების მაჩვენებელი და კიდევ უფრო მალე აჩქარდება. საბოლოო ჯამში რომ გითხრათ რომ ცუდი მანქანა არის და ფული არ გადაიხდება თქო, მოგატყუებთ, მე პირადად ძალიან მომეწონა, უბრალოდ გითხარით რომ მე და BMW ვერ ვთანხმდებით, რომ გამოვიდა ეს ავტომობილი ვიზუალიდან გამომდინარე ძალიან მომეწონა, ასევე ტექნიკური მახასიათებლებითაც, მაგრამ ის არ არის, რაც მე მინდოდა. აი მანევრირება აქვს ძალიან მაგარი, აი იმდენად კარგი მოხვევის კუთხეც აქვს, რომ მომწონს. ჩვენი ვიდეოც დასასრულს მიუახლოვდა. დღევანდელი ჩვენი სტუმარი, როგორც გითხარით, BMW M550i. ძალიან მომეწონა ეს ავტომობილი და კმაყოფილი ვარ ჩვენი დღევანდელი სტუმრით. უყურეთ ჩვენს არხს, გამოიწერეთ, დაგვიწერეთ კომენტარები და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ უკეთესი ავტომობილების შემოგთავაზოთ ჩვენს YouTube არხზე.